დღეს როცა საქართველოს ესეთი დიდი სულიერი დროებია, როდესაც მოსწრენი გავხდით საქართველოს თავისუფლებისა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გახდა მაია წყნეთელი. მაია წყნეთელის როლის შემსრულებელი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზმა იმსხვერპლა. მაყურებლის მეხსიერებაში ლეილა აბაშიძე ერთმანეთისგან განსხვავებული სახასიათო როლებით დარჩა. მახსოვს მაია წყნეთელის გადაღებები იყო და კინო მანანას გადაღებები იყო პარალელურად და ესე კინოსტუდიაში ხვდებოდით ხოლმე და ისეთი არაჩვეულებრივი ხალისით ისე რაღაცა დამილოცა გზა მითხრა რომ აი მე შეხელა ვიყავიო რომ ვითამაშეო კატოს როლიო და მე მინდაო რომ წარმატებები გისურვო და კიდევ უფრო ბევრ ფილმებში გნახო და დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება. აი მე ქალბატონო ლეილა მე ვთხარი ვაკოცებევდი და მე ძალიან დავახლოვდით. არასდროს არ იყო დეპრესიაში, მიუხედავად თავისი, აი ცოტა ფეხები აწუხებდა, აი ფეხები ბაწუხებს ცოტა ვედავდივარ რომ ძიმეთა ვარ რაღაცა, მაგრამ მაინც ისეთი ხალისით იყო, ისეთი არაჩვეულებრივი მით იყო განწყობით, რომ სულ აინტერესებდა, აბა რა ხდება თქვენთან თეატრში, რუსთაველის თეატრში, რა ეხა რაზე მუშაობ, რა ისე სულ ყოველთვის დაინტერესებული იყო ამ თავისი საქმით. ლეილა აბაშიძის დებიუტი ეკრანზე 1941 წელს ფილმ ქაჯანაში შედგა, სადაც კატოს როლს ასრულებდა და ნატო ვაჩნაძეს პარტნიორობას უწევდა. საქართველოს დამსახურებული არტისტი მაშინ მხოლოდ 8 წლის იყო. სამსახიობო მოღვაწეობის მანძილზე მსახიობმა 30-მდე კინოროლი შექმნა. მაყურებელს კი თავი განსაკუთრებით ჭრიჭინას როლით დაამახსოვრა. მივდიოდით დასასვენებლად ბორჯომში, ახალდაბაში. შემოგვესია ხალხი, ახალი გასული იყო ჭრიჭინა და დიდი პოპულარობა ჰქონდა. ყველა მღეროდა აბადელი დელა. დამინახეს თუ არა, მე გვიმღერეთ, აბადელი დელა და მატარებელი იძვრის. მე არ მღერი ვარ, მედიკო გვერდში მიდგას, როგორც ეხლა. მე არ მღერი ვარ ფილმში, მე ხმარა მაქვს, არ მღერი ვარ. როგორ არ მღერი ხარ, გვიმღერეთ, აბადელი დელა და მოსდებენ, მატარებელი მიდის და ხალხი მოსდევს, ნერისლით მიდის მატარებელი. ხალხი მოსდევს, მე ვეუბნე, მედიკო, უნდა მიშველო, შენ იმღერე, მე პირს გავაკეთებ. როგორც კიდევ მედიკო დადგა ჩემს უკან და მოდი ეხლა ვიმღეროთ. დავაი. არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობ ქალად აღიარეს. ლეილა აბაშიძე იყო უდიდესი მსახიობი. როგორც ადამიანი იყო ძალიან გულკეთილი ადამიანი. მან უამრავი როლი შეასრულა ქართულ კინოში. და დატოვა სერიოზული კვალი, რომელსაც გაიხსენებს მომავალი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სიკოდოლიძის ფილმში შეხვედრა წარსულთან ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. 2009 წლის 8 მარტს კი კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. ქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს 12 აპრილს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი მსახიობის საცხოვრებელ სახლში 11 აპრილს გაიმართება. Ყვავილების პიპკიც ვივაციდა